მთავრობა თავს იწონებს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება. თუმცა ეკონომისტების თქმით, ცოტაა ნაფიქრი იმაზე, რით ვპასუხობთ ამით გაზრდილ მოთხოვნას ენერგომოხმარებაზე. მაშინ როცა ადგილობრივი გენერაციის წილი ჯერ კიდევ დაბალი და იმპორტის წილი მაღალი რჩება. სპეციალისტები გამოსავალს ჰიდრორესურსების ათვისებაში ხედავენ და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რას კარგავს საქართველოს ეკონომიკა შეჩერებული ჰესების მსხვილი პროექტების განუხორციელებლობით. ჩემთვის ისე ჰიდროელექტროსადგურები, რომელიც მსხვილ ჰიდროელექტროსადგურები საუბარი, ლესკრანი, ამახვანი, ხუდონი, პირველ რიგში ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჩვენ ქვეყანას მოუტანს სტაბილურობას და სიმშვიდეს. იმიტომ წარმოიდგინეთ, ეხლა მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებელი კომპანია ცხადია, რომ იქნება მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. თუნდაც ის, რომ ბირჟა ენერგეტიკული არსებობს საქართველოში, როგორც ალტერნატიული პლატფორმა ელექტროენერგიის შესყიდვის, ეს უკვე დადებითი ნაბიჯი არის ამ მიმართულებით და ეს უკვე დადებითი ასევე და ეს უკვე ის მიმართულებაა, საერთოდ ქვეყანა უნდა წავიდეს. რამდენად სწრაფად წავა, რამდენად ძალდატანებითი იქნება ჩქარებში ვიძახი. ამას ეს პროცესები ეს უკვე საკითხავია. იმისათვის, რომ ჩვენ საქართველოს შევცვალოთ დიდი სურათი და კეთილდღეობა, უსაფრთხოება და განვითარების მდგრადი პერსპექტივა მოუტანოთ ამ ქვეყანას, აუცილებელი იქნება მსხვილი პროექტების განვითარება. რაც შეეხება მცირე გენერაციის ობიექტებს და მიკროგენერაციის ობიექტებს, ეს უნდა იყოს ისეთი რეგიონებისთვის, ეს უნდა იყოს რეგიონალური საკითხების გადასაწყვეტი. საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ჰესების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად გვექნება ენერგეტიკული ბალანსის პრობლემა და მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვრჩება ჩვენი ენერგოუსაფრთხოებაც. მსხვილი ჰესების აშენება არის აუცილებელი, გარდაუვალი და ჩვენ დავკარგეთ ძალიან სერიოზული დადგმული მეგავატები. ჩვენ წლიდან წლამდე ვხდებით იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ რო შევხედოთ სტატისტიკას, დაახლოებით 3-დან 5%-მდე იზრდება წლიდან წლამდე მოხმარება და 2010 წლიდან 2015 წლამდე რაც უნდა აგვეშენებინა, იმის ნახევარი გვაქვს გაკეთებული. სულ გვაქვს დადგმული სიმძლავრე 4600 მეგავატი. ამისი 75% მოდის ჰიდროზე, ხოლო დანარჩენი სულ რაღაც 1%-ზე ნაკლები არის ქარი, იმიტომ რომ ერთი ქარის ელექტროსადგური გვაქვს, რომელსაც 20.7 აქვს დადგმული სიმძლავრე მეგავატებში რომ გავზომოთ, დანარჩენი უკვე არის თბოელექტროსადგურებზე. ჩვენ ფიზიკურად უკვე ვუკავშირდებით ევროპას. და ისინი ჩვენგან ელიან, რომ განახლებადი ენერგოწყაროებიდან ნაწარმოები პროდუქტის სახელწოდებით ელექტროენერგია გავიტანოთ და გავყიდოთ. აქ იცით რა არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქტის ფასი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ევროპაში. ევროპაში გაცილებით უფრო მაღალია ტარიფი, ამიტომ ქვეყანა თუ ახლა არ გააქტიურდება, ჩვენ დაკარგული გვაქვს წლები, მაგრამ ახლაც არ არის დაგვიანებული, არ გააქტიურდება, ჩვენ ჩამოყალიბდებით მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანად. გასათვალისწინებელია, რომ მწვანე ენერგია არც ისე იაფია და ვერც ისე სწრაფად ხდება მასობრივი, როგორც ვისურვებდით. ამიტომ სპეციალისტების მტკიცებით, ჰიდრორესურსები ქართულ და არა მხოლოდ ქართულ რეალობაში შეუცვლელია. რომ ზედა ქარი ვერასდროს ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს ჰიდროს. ეს უნდა გქონდეს ყველას ძალიან კარგად მთელ საზოგადოებას გააზრებული. ჩვენ თუ გვინდა რომ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ და ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი არ გავიდეს ამ ქვეყნიდან იმისათვის რომ იმპორტი უნდა განვახორციელოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს გრაფიკზე გადასვლა და ეს არავის არ უნდა. ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად უნდა შევუწყოთ ჰესების მშენებლობას ხელი. ეს იქნება მიკრო, მცირე, საშუალო თუ მსხვილი ჰესები. ჩვენ გიგანტური ჰესები არ გაგვაჩნია, ამას ხაზგასმით აღნიშნავ და არც პოტენციალი არ გვაქვს რომ ავაშენოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეკოლოგიური და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის და გავუშვით ჩვენ თავის დროზე შანსი ხელიდან რომ აგვეშენებინა ნამოხვანხესი, ნენსკრა და ხუდონი. სამივე ერთად დადგმული სიმძლავრე გახლავთ 1417 მეგავატი. თავის დროზე, როდესაც ჩვენ ენგურჰესი ავაშენეთ, ის იყო 1300 მეგავატიანი, ანუ ერთი ჰიდროელექტროსადგური თითქმის ბუნებრივია მცირედი განსხვავებით ფარავდა აი ამ ხელა მაჩვენებელს. საქართველოში დადასტურებულად რაც შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, ეს არის ჰიდროენერგეტიკა. რაც შეეხება სოლარ ანუ მზის გენერაციის ობიექტებს, რაც შეეხება ქარის გენერაციის ობიექტებს,
აგერ არის მეზობელი სომხეთი, სადაც მარგი ქმედების კოეფიციენტი თუნდაც მზეზე მაქვს ხოლმე საუბარი, გახლავთ დაახლოებით 25-30% უფრო მეტი ვიდრე საქართველოს პირობებში. აქედან გამომდინარე, ის ქვეყანა ჩვენთან შედარებით კონკურენტული უპირატესობით სარგებლობს და ანუ ეს უნდა ვაღიაროთ და პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ის განვავითაროთ ის მეხულებები, რომლებიც ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომელიც ჩვენთვის ცნობილია და რომელიც ჩვენთვის ასათვისებელია. 26,000 მდინარე გაგოჩნია საქართველოში და სამწუხაროდ ეს რესურსი ნამდვილად არ არის ბოლომდე აფიქსირებული. ის რომ ჰესების მშენებლობა მოსახლეობაში თითქმის ყოველ ჯერზე პროტესტს იწვევს, იმის გამოა რომ ადამიანებს უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვები აწუხებთ. ხშირად ჰესების და მსხვილი ინფრასტრუქტურული საკითხების პოლიტიზებაც ხდება. ჰესების საკითხი არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი რა. ბევრი მდგენელი აქვს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ენერგოდამოუკიდებლობა, ზოგადად ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. აი ძალიან ბევრ ჭრილში უნდა განვიხილოთ ჰესების აშენება, არაშენების, ან როგორ აშენების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კომპლექსური არის, ხა მანდ ორ სიტყვაში საუბარი მართლა გაჭირდება, მაგრამ ბევრი მდგენელი აქვს, ვიღაცები პოლიტიკურადაც იყენებენ მერე, რაც ხა ყველაფერზე შეიძლება, ეგ არაფერი განსაკუთრებული ამბავი არ არის, მაგრამ სენსიტიური თემაც არის, ხალხი ადვილად რეაგირებს ამაზე ემოციურად და ადვილად რეაგირებს ვიღაცებმა შეიძლება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს და ამიტომ ძალიან ფრთხილად მიდგომა არის საჭირო ორივე მხრიდან რა, ვინც აპირებს რომ განახორციელოს, ხელისუფლება იქნება თუ ბიზნესი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ინფორმაციით, შეჩერებული ჰესების პროექტების განახორციელებლობით დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციასა და 20,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს კარგავს საქართველოს ეკონომიკა.